მართლმადიდებელი ბერის ქორწინება დაუშვებელი გახდა ქრისტეშობიდან მეოთხე საუკუნეში, როცა ეკლესიის სამონაზვნო ცხოვრება ოფიციალურად ჩამოყალიბდა და მისი წესები დაკანონდა. პირველი 3 საუკუნის განმავლობაში ქრისტიანები იშვიათად ცხოვრობდნენ უქორწინებლად. ჯერ არ არსებობდა ბერობა, როგორც ორგანიზებული ცხოვრების წესი და არც ოფიციალური აკრძალვა. ზოგი მღვდელი ან დიაკვანი შეიძლება დაქორწინებული ყოფილიყო, ზოგიც არა. მაგრამ თანდათანობით, როცა ქრისტიანობა განმტკიცდა, დაიწყო მონაზვნური ცხოვრების ფორმირება. მეოთხე საუკუნეში ეგვიპტეში და სირიაში გამოჩნდნენ პირველი მონაზვნებიც: წმინდა ანტონი დიდი 356 წელს და წმინდა პახუმი დიდი. მათი მაგალითით ბერობა გადაიქცა განსაკუთრებული ცხოვრების წესად, სრული სიწმინდისა და მორჩილების გზად. ამ დროიდან ბერს აღთქმის დადების შემდეგ ქორწინება აღარ შეეძლო. ეს წესი უკვე ზოგად ეკლესიურ კანონს წარმოადგენდა. ეკლესიის კრებებმა შემდეგ უკვე მკაფიოდ დაადგინეს ეს წესი. მეოთხე საუკუნიდან ბერად აღკვეცა უკვე ნიშნავდა სიცოცხლის ბოლომდე ქალწულად თავის შენახვას. მე-6 საუკუნეში წმინდა ბასილი დიდმა დააწესა მონაზვნობის წესდება, ცნობილი როგორც ბასილიანური წესი, სადაც პირდაპირ ეწერა სიტყვასიტყვით: ბერი ქრისტესთვის ერთგულად ცხოვრობს და მას არ შეუძლია კვლავ შეერთება ქალთან, რადგან იგი უკვე უფალთან შეუხლდა. შემდეგ საუკუნეებში ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს წესი შეუცვლელად შეინარჩუნა და ეს წესი დღემდე ასე გრძელდება. მადლობა უფალს ყველაფრისათვის.